ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია არის სოფლის მეურნეობაში, მოგეხსენებათ 350 ჰექტარი დუშის ბაღი გაშენდა ჯამში. კაკლოვანი კულტურა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სადაც საკმაოდ აქტიურად არის სახელმწიფო წარმოდგენილი მხარდამჭერი პროგრამებით. კაკლოვანი კულტურები არის პრიორიტეტული მიმართულება, შესაბამისად ჩვენი სამინისტროს ფარგლებში სახელმწიფო აქტიურად უჭერს ხარს ამ დარგის განვითარებას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციის განვითარებას. ივრის ფერმები სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოდგენილი არის უკვე მესამე წელია. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2022 წელს და მზრდის ეტაპობრივი სტრატეგია ავირჩიეთ. პირველად გავაშენეთ ბაღი 2023 წელს, დავიწყეთ 35 ჰექტარი ნუშით, შემდეგ დავამატეთ 75 ჰექტარი, ხოლო წელს კი ვასრულებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას 240 ჰექტარს. ანუ ჯამში ავიღოთ 350 ჰექტარ ნუშის ბაღებზე. ჩვენ ბაღებში ჩართული არიან როგორც საერთაშორისო ისევე ადგილობრივი სპეციალისტები. ბაღის ირიგაციის დიზაინი შეადგინა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ესპანეთიდან. ბაღს ასევე კურირებს აგრონომი კონსულტანტი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კონკრეტულად კაკლოვან კულტურებში. ჩვენს ფერმაში წარმოდგენილი არის ნუშის 4 ესპანური ჯიში, წელსვლოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც გავყიდით ადგილობრივ ბაზარზე. 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ჩვენი ბაღები მიაღწევს სრულ მსხმოიარობას, რაც რამოდენიმე წელიწადში მოხდება, ჩვენ საექსპორტო მოსავალს გავსდით 800-დან 900 ტონამდე. ჩვენი აზრით დიდი წვლილი შეგვაქვს როგორც რეგიონის ზოგადად ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნას კაკლოვანი კულტურების ექსპერტიზა. საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გატანა არ იქნება მარტივი პროცესი, ასე ვთქვათ, თავისებურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგან ამ დროს მოგვიწევს კონკურენციაში შევიდეთ დარგის წამყვან მომწოდებლებთან. ასეთ დროს ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სექტორის მოთამაშეების ერთადგომა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის თავისებური ხელშეწყობა. საერთოდ ნუში არის გრძელვადიანი კულტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ანუ ნებისმიერ გამშენებლის მხრიდან ითხოვს საწყის ეტაპზე ძალიან დიდ და სუყე ინვესტიციებს. ამისი გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობა. კონკრეტულად ამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენს ბაღებს ძალიან ეხმარება ზრდაში და განვითარებაში. კახეთის რეგიონში მოვინახულეთ ივრის ფერმა, სადაც 350 ჰექტარ ფართობზე გაშენებულია ნუშის ბაღები. აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეგიონში მსგავსი მასშტაბური ინვესტიცია ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობას, ვინაიდან დასაქმებულია აღნიშნულ ბაღში 50-მდე ადგილობრივი მოსახლე, ხოლო მეორეს მხრივ ხელი ეწყობა ადგილობრივ ბიზნესს, რაც ბუნებრივია საერთო ჯამში ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება.